საინტერესო პიროვნებები ახსენეს მეგობრებმა ცეზარი, ალექსანდრე მაკედონელი და სხვა დიდი ისტორიული ფიგურები, რომლებიც კაცობრიობის ისტორიამ შემოინახა, როგორც მაგალითები ყველა ეპოქის გლობალიზაციისა. მე ახლა ამ ტერმინს მინდა მივუახლოვთ, იმიტომ რომ ადამიანები ეს ეკონომიკური თვალსაზრისით თუ პოლიტიკური თვალსაზრისით მიდრეკილები არიან იქითკენ, რომ უფრო მეც ფლობდნენ, უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ და ამისთვის ყველა 1000 წლებში და ეპოქაში თავისი გლობალური გეგმებიც ვითარდებოდა. იგივე მონღოლური გლობალიზაცია, იგივე არაბული გლობალიზაცია. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწის 1/3 ხანდახან 1/4 გადაფარული იყო ერთ და იგივე ძალით. მე-20 საუკუნეში აი ეს გლობალური ტენდენციები უკვე გამოიკვეთა დასავლური გლობალიზმი და მათ რეალურად მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგობა ადამიანმა შეაფერხა მაგათი გლობალიზაცია. თქმა უნდა, არსებობდა კომუნისტური გლობალიზაციის იდეოლოგიაც, რომელიც სტალინის ძალისხმევით განხორციელდა კიდეც, მაგრამ აქ მაინც საუბარია იმაზე, რომ ეს დასავლური გლობალური იდეები, რაც თქვენ უკვე ახსენეთ და მას ახლა აღარ გავიმეორებ, სწორედ რომ სტალინმა გააჩერა. და ეს სიძულვილი, რომელიც მის მიმართ არსებობს, უკვე 21 საუკუნეა, რაც რამდენია 10 წლეული გავიდა დასავლურ სამყაროში განსაკუთრებით, ეს სიძულვილი სწორედ ამიტომ არის გავრცელებული დღემდე. სამი ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად ამწვავებს დამოკიდებულებას სტალინის მიმართ, სტალინმა გადადგა. ესენი იყო ერთი 25 წელს, როდესაც მან გამოაცხადა, რომ რევოლუცია, აი ექსპორტის რევოლუციის ექსპორტი რომ ბრძანეთ ბატონო ნოდარ, ეს უნდა გაჩერებულიყო და სოციალიზმს ერთ ქვეყანაში შეეძლო არსებობა, ანუ გლობალური სოციალისტური მოძრაობა მან გააჩერა, შემდეგ ამას მოყვა უკვე იმ ადამიანების ჩამოშორება თავისი თანამებრძოლებიდან ტროცკის მეთაურობით ვინ ჩამოაშორა 27-ში და შემდეგ 29-ში. მეორე რაც იყო, ეს იყო ეგრეთ წოდებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, ხელშეკრულება, რამაც გააჩერა იმ მომენტში აი ეს გლობალური პროექტი, რასაც ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებდნენ. ჩვენ თუ გავიხსენებთ წინა გადაცემებსაც, მე ვთქვი, რომ მეორე მსოფლიო ომის მთავარი მიზეზი გახდათ ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ბრძოლა ევროპისათვის. თუ ვინ იქნებოდა ევროპის განმგებელი.